თევდორაკის ხეობაში განმეორებითი სტიქიის შემდეგ ევაკუაცია პირველად დღეს გამოცხადდა. ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი, რომელიც 12 საათზე პრემიერ-მინისტრს უნდა გაეხსნა, რამდენიმე საათით დაიკეტა. მთელი დღის განმავლობაში შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ გამთენიისას ადიდებული მდინარე თერგი კალაპოტში დააბრუნონ. დღის გამწვენ სამუშაოებს კი სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს. განმეორებითი სიგნალის გამო დღეიდან რუსეთის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს სპეციალური გრაფიკი დაუდგინდათ. საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი ყოველდღიდის 7-დან საღამოს 6 საათამდე იმუშავებს. 10 დღიანი შეფერხების შემდეგ ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ნაწილობრივ ამუშავდა. გზა ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის დღეს გაიხსნა, თუმცა სპეციალური რეჟიმით. ავტომობილების გადაადგილება 7-დან 18 საათამდე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გააკონტროლებენ. დროის სხვა მონაკვეთში კი გადაადგილება აკრძალულია. სტიქიას ვერანაირ გადაუდგება წინ. სტიქი არის ყველაზე ძლიერი. მაგრამ მადლობელი ვარ, რომ მალე აღადგინეს გზა და გაგვიშვეს. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ინფრასტრუქტურა აღდგენილია სრულად საბაჟოზე, აბსოლუტურად. რაც შეეხება სკანერებს, ერთი სკანერი დამწვარია და ის გამოიცვლება, ეს არის ხელბარგის სკანერი, ხოლო მეორე სკანერი, ავტომანქანების სკანერი დაშლილია, დავშალეთ და ექსპერტიზაზეა წაღებული, ალბათ 2-3 კვირაში გვეცოდინება პასუხი. არა, არ შეაფერხებს. უბრალოდ სატვირთო მანქანების გაფორმების დრო ოდნავ შეფერხდება, მაგრამ ეს არ იქნება სერიოზული შეფერხება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ტერიტორიაზე ევაკუაცია ორჯერ გამოცხადდა, მათ შორის ჟურნალისტების ადგილზე ყოფნის დროსაც. სწორედ ამიტომ სასაზღვრო პუნქტის გახსნის დრო 12-დან 14 საათამდე გადაიწია. ევაკუაციის მიზეზი უხვი ნალექის გამო მდინარე თერგის კალაპოტიდან გადმოსვლა გახდა. ზუსტად ამ მონაკვეთზე გადმოარღვია დამცავი დამბა და ასე ვთქვათ დაკარგა კალაპოტი. თუმცა როგორც ხედავთ, უკვე ტექნიკა მუშაობს, საგანგაშო ნამდვილად არაფერი არ არის, ნამდვილად არ არის დიდი მოცულობის წყალი გადმოსული და მაქსიმალურად უმოკლეს ვადაში შევეცდებით, რომ აი ეს გაუთვალისწინებელი მომენტიც აღმოვფრათ. გვიან ღამით მოვიდა დიდი რაოდენობის ნალექი, ანუ დაახლოებით 1 საათში მოვიდა 22 სანტიმეტრის ოდენობით ნალექი, რამაც გამოიწვია მდინარის ადიდება, თერგის ადიდება, შესაბამისად ჩამონატანმაც მოიმატა თერგთან ერთად, რამაც გამოიწვია თერგის კალაპოტიდან გადმოდინება, დროებით კალაპოტიდან გადმოდინება მთავარ კალაპოტში და პრინციპში გზაზეც იყო ჩამონადენი წყლის. ამ ეტაპზე დილით ადრიდან უკვე განახდა საკაცრიელთა სამუშაოები და უახლოეს საათებში ჩვენ მზად ვიქნებით, რომ დროებით რეჟიმში აღვადგინოთ მოძრაობა. განმეორებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სპეციალისტები არიან, მაგრამ სწავლობენ ვითარებას. პირველი შეწყობილობები რაც იყო კრიტიკული მდგომარეობა არ არის, თუმცა თავიდან ვარ დამოკიდებული ამაზე. პროგნოზის თვალსაზრისით დღეს და ხვალ უნდა იყოს კაიამინგი, არ უნდა იყოს უხვი ნალექს საბოლოო. ევაკუაციის დროს ადგილზე აღარ იმყოფებოდა, მანამდე კი სასაზღვრო გამშვები პუნქტი პრემიერ-მინისტრმა მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრისგან და სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა. ზარალი საკმაოდ სერიოზულია. თორე ეს მესამედ მოხდა, ანუ მეორეც ორი იყო მსვლელმასშტაბიანი და დღეს მესამედ შედარებით ნაკლი მასშტაბიანი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს საკმაოდ სერიოზული სტიქი აღმოჩნდა და ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ამან ჩვენს ქვეყანას. საბოლოო ჯამში მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა უწყების ხელმძღვანელს, მართლაც ძალიან დიდი სამუშაოები ჩაატარეს მათ. დიდი მადლობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოებას პასუხისმგებელი არის ჩვენ ზევით უპირატესზე და მის გარემოცვაში მდინარე ტერიტორიებზე და ყავს განლაგებული ჩვენ თანამშრომლების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც გვაწმენს საფრთხეს და აქედან შეიძლება განმეორების შემთხვევაში ჩვენ მოახდეთ ესე რეაგირებას, მოახდეთ გაფრთხილებას აქ პიროვნებებს, რომლებიც უკვე მოახერხეთ და რამდენიმეჯერ გადავარჩინეთ. რამდენი შეადგინა ზარავმა ბოლო პერიოდში დარიალის ხეობაში უკვე 3-ჯერ ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დღეს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე მილიონი ახსენა. მეწყერის შედეგებს უახლოეს დღეებში დაითვლიან.